2005 წლის დეკემბრის დასაწყისში, როდესაც ფინეთის ჩრდილოეთი ნაწილი იყო დაფარული თითქმის უსასრულო ბნელით და ცა ყოველღამე ნთებოდა ჩრდილოეთის ციცაბოს უცნაურ, მწვანე ვარდისფერ შუქში, ერთი ახალგაზრდა ტურისტი ჩამოვიდა ინარიდან, პატარა სოფლიდან, რომელიც მდებარეობდა ლაპლანდიის გულში. ინარი იყო ადგილი, სადაც ცხოვრობდა დაახლოებით 700 ადამიანი, ადგილი, სადაც ზამთარი გრძელდებოდა 9 თვეს, სადაც მზე არ ამოდიოდა 2 თვის განმავლობაში, სადაც ყინვა აღწევდა 90 გრადუსს და სადაც ხალხი ცხოვრობდა მშვიდად, დახურულად. თითქოს დანარჩენი მსოფლიო არ არსებობდა. ახალგაზრდა ტურისტი, 22 წლის გოგონა სახელად ანიტა ვესალინენი, ჩამოვიდა ჰელსინკიდან. იგი იყო სტუდენტი, რომელიც სწავლობდა ბიოლოგიას ჰელსინკის უნივერსიტეტში. ანიტა იყო წყნარი, გამაგრებული გოგონა, რომელიც ყოველთვის ატარებდა დიდ სათვალეებს, რომელიც ლაპარაკობდა ნელა და ფრთხილად, რომელიც ყოველთვის იჯდა ლექციებზე უკანა მწკრივში და არასოდეს იკითხავდა კითხვებს. მისი თანაკურსელები თითქმის არ იცნობდნენ მას. მას არ ჰქონდა ახლო მეგობრები უნივერსიტეტში. ის ცხოვრობდა პატარა ბინაში ქალაქის გარეუბანში, მარტო და არავისთან არ საუბრობდა თავის პირად ცხოვრებაზე. მისი პროფესორები ამბობდნენ, რომ ის იყო კარგი სტუდენტი, მაგრამ არასოდეს გამოირჩეოდა. უბრალოდ კარგი. არაფერი მეტი. ანიტას დედა, ლიიზა ვესალინენი, ცხოვრობდა ტურკუში, პატარა ქალაქში, რომელიც მდებარეობდა სამხრეთ-დასავლეთ ფინეთში. ლიიზა იყო ქვრივი. მისი ქმარი გარდაიცვალა 6 წლის წინ ავტოკატასტროფაში და მას შემდეგ ის ცხოვრობდა მარტო, მუშაობდა ადგილობრივ ბიბლიოთეკაში და ცდილობდა არ იფიქროს ძალიან ბევრი იმ ცხოვრებაზე, რომელიც ჰქონდა ოდესღაც. ანიტა იყო მისი ერთადერთი შვილი. ლიიზა ტელეფონს უკეთებდა ყოველ კვირას, კითხულობდა როგორ იყო, რას აკეთებდა, სჭირდებოდა თუ არა რაიმე დახმარება. ანიტა ყოველთვის პასუხობდა იმავე გზით, კარგად ვარ დედა. ყველაფერი წესრიგშია. არ ინერვიულო და ეს იყო მთელი საუბარი. ლიიზა იცოდა, რომ მისი ქალიშვილი არ იყო ღია ადამიანი, მაგრამ იმედოვნებდა, რომ ერთ დღეს რაღაც შეიცვლებოდა. რომ ანიტა იპოვიდა რაღაც ან ვინმეს, რაც მას გაახსნიდა, გააცოცხლებდა. 2005 წლის ნოემბრის ბოლოს ანიტამ დარეკა დედას და უთხრა, რომ მიდიოდა ლაპლანდიაში. რომ უნდოდა ენახა ჩრდილოეთის ციცაბო. ლიიზა გაკვირდა. ანიტა არასოდეს არ მგზავრობდა. არასოდეს არ მიდიოდა არსად. იგი ყოველთვის იყო ჰელსინკში, უნივერსიტეტში ან ბინაში. ლიიზამ ჰკითხა რატომ. ანიტამ თქვა, რომ უბრალოდ უნდოდა. რომ ჰქონდა დრო, რადგან უნივერსიტეტში იწყებოდა შვებულება. რომ ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა კარგი გამოცდილება. ლიიზა კიდევ ცოტა ეჭვობდა, მაგრამ არ თქვა არაფერი. თქვა, კარგი, მაგრამ იფრთხილე და მიტელეფონე ხშირად. ანიტა ჩამოვიდა ინარში დეკემბრის მეორეს. იგი დაჯავშნა ადგილი პატარა გესტჰაუსში, რომელიც ეწოდებოდა პოიჯოისტარი, სახელი, რომელიც ნიშნავდა ჩრდილოეთის ვარსკვლავი. გესტჰაუსი იყო პატარა, მხოლოდ 6 ოთახი, მართავდა ერთი ხანდაზმული წყვილი, იუჰა და ირმა ლაურინენი. ისინი ორივე იყვნენ 90 წლის, ორივე იყვნენ დაბადებულნი ინარში, ორივე იყვნენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს არ მიდიოდნენ არსად ამ სოფლის გარეთ. ისინი მართავდნენ გესტჰაუსს 20 წლის განმავლობაში. ყოველწლიურად მოდიოდნენ ტურისტები, ძირითადად გერმანიიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, რომლებიც უნდოდათ ენახათ ჩრდილოეთის ციცაბო. ისინი რჩებოდნენ რამდენიმე ღამე, გადადიოდნენ ტყეში, უყურებდნენ ცას და მერე წადიოდნენ. ირმა ყოველთვის ამბობდა, რომ ტურისტები მოდიოდნენ რაიმე საძიებლად, მაგრამ არასოდეს არ იცოდნენ ზუსტად რას. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეძებდნენ სილამაზეს, ბუნებას, ხილვას. მაგრამ სინამდვილეში ირმას აზრით ისინი ეძებდნენ რაღაც უფრო ღრმას, რაღაც რაც მათში იყო დაკარგული. ანიტა ჩამოვიდა საღამოს 8 საათზე. მატარებელი მოვიდა ინარის მცირე სადგურზე და ანიტა ჩამოვიდა პატარა ზურგჩანთით, ზამთრის მძიმე ქურთუკით, უზარმაზარ ფეხსაცმელებით. ირმა ელოდა მას სადგურზე, რადგან ანიტამ წინასწარ დარეკა. ისინი ერთად გაემგზავრნენ გესტჰაუსში პატარა ვოლოთი, რომელიც იყო ძველი, მაგრამ სანდო. გზაზე ანიტა თითქმის არ საუბრობდა. ირმა ცდილობდა ესაუბრა მასთან, კითხულობდა საიდან მოვიდა, რას აკეთებდა. ანიტა პასუხობდა მოკლედ, ვერცხლისფერად. ირმა შენიშნა, რომ ეს გოგონა ჩანდა ძალიან დახურული, ძალიან შორეული, თითქოს ფიქრებში იყო ჩაძირული და არ უნდოდა ვერავისთან კონტაქტი. გესტჰაუსში ანიტას მიეცა ოთახი მეორე სართულზე, პატარა, მაგრამ თბილი. ფანჯარა უყურებდა ტბას, რომელიც ახლა იყო გაყინული და დაფარული თოვლით.
ირმამ უთხრა, რომ საუზმე იქნებოდა ყოველდილას 8 საათზე და რომ თუ რამე სჭირდებოდა, შეეძლო ეკითხა ნებისმიერ დროს. ანიტამ მადლობა გადაუხადა და დახურა კარი. მეორე დღეს დილით ანიტა ჩამოვიდა საუზმეზე. ირმა ამზადებდა ტრადიციულ ფინურ საუზმეს, რძე, პური, ყველი ყავა. ანიტა ჭამდა წყნარად, აბსოლუტურად დუმილში. ირმა უთხრა, რომ თუ უნდა დაენახა ჩრდილოეთის ციცაბოს, საუკეთესო ვარიანტი იყო დაქირავებული გიდის გამოყენება. რომ იყო ერთი ადგილობრივი გიდი, სახელად მიკო ნიემინენი, რომელიც მუშაობდა ტურისტებთან და იცოდა საუკეთესო ადგილები, სადაც ციცაბო ყველაზე მკაფიოდ ჩანდა. ანიტამ თქვა, რომ კარგი იდეა იყო. ირმა დარეკა მიკოს და დაუთანხმა შეხვედრა იმავე დღეს საღამოს. მიკო ნიემინენი იყო 52 წლის მამაკაცი, მაღალი, ძლიერი, ღია ყავისფერი თმით და ნაცრისფერი თვალებით. ის დაბადებულა ინარში, იზრდებოდა ინარში, არასოდეს არ წასულა არსად სხვაგან გარდა რამდენიმე მოგზაურობისა როვანიემში და ჰელსინკში. მიკო მუშაობდა გიდად 10 წლის განმავლობაში. მას ჰყავდა პატარა ბიზნესი, იღებდა ტურისტებს და ჰყავდა მათ ტყეში ან ტბაზე, უჩვენებდა ციცაბოს, უყვებოდა მითებს, ლეგენდებს, რაც დაკავშირებული იყო ამ ადგილთან. მიკო იყო წყნარი კაცი, როგორც ყველა ამ სოფლის მაცხოვრებელი. ის არ ლაპარაკობდა ბევრს. არ იცინოდა ბევრს. უბრალოდ აკეთებდა თავის საქმეს და ცხოვრობდა პატარა სახლში ტყის პირას. მას ჰყავდა ცოლი, სახელად საირა და 2 შვილი, 12 წლის გოგონა და 10 წლის ბიჭი. საირა მუშაობდა ადგილობრივ სკოლაში მასწავლებლად. ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ოჯახი, ისეთი როგორიც ბევრი სხვა ამ სოფელში. მიკო მივიდა გესტჰაუსში იმავე საღამოს 6 საათზე. ანიტა ელოდა მას ჰოლში. მიკომ თავი გააცნო და უთხრა, რომ მზად იყო ეგზავნებინა. კითხარი იყო თუ არა მას გამოცდილება ტყის ექსკურსიებზე, იცოდა თუ არა როგორ ეცვა ძალიან ცივა ამინდში, რამდენ ხანს უნდა დარჩენილიყო გარეთ. ანიტამ უპასუხა, რომ არ ჰქონდა დიდი გამოცდილება, მაგრამ მზად იყო. რომ მას ჰქონდა თბილი ტანსაცმელი და რომ ის არ ეშინოდა ცივის. მიკომ თქვა კარგი, რომ ისინი წავიდოდნენ მეორე დღეს საღამოს დაახლოებით 15 საათზე, როდესაც დაიწყებოდა სრული ბნელი და როდესაც ციცაბო ყველაზე მეტად ჩანდა. დეკემბრის 3 იმავე დღეს საღამოს ანიტამ დარეკა დედას. ლიიზა ჰკითხა, როგორ იყო თუ არა ყველაფერი წესრიგში. ანიტამ თქვა, რომ კარგად იყო, რომ ადგილი ძალიან წყნარი იყო, რომ ხვალ წავიდოდა ციცაბოს სანახავად გიდთან ერთად. ლიიზამ თქვა, რომ იფრთხილოს, რომ ეს იყო საშიში ადგილი ღამით, რომ ყინვა იყო ძალიან ძლიერი. ანიტამ თქვა, რომ ყველაფერი წესრიგში იქნებოდა, რომ გიდი ცნობილი იყო და რომ ის იცოდა რას აკეთებდა. ლიიზა თქვა კარგი, მაგრამ ხმა მას არ ჰყავდა დამაჯერებელი. რაღაც აწუხებდა, მაგრამ არ იცოდა რა. დეკემბრის 4-ს, სამშაბათს, 7 საათზე დილით, ანიტა ჩამოვიდა საუზმეზე. ირმა შენიშნა, რომ ის ძალიან წყნარი იყო, კიდევ უფრო წყნარი ვიდრე წინა დღეებში. იგი თითქმის არაფერს ჭამდა. უბრალოდ სვამდა ყავას და უყურებდა ფანჯარას. ირმამ ჰკითხა, იყო თუ არა ყველაფერი წესრიგში. ანიტამ თქვა, რომ კი, რომ უბრალოდ კონცენტრირებული იყო იმაზე, რაც მოხდებოდა საღამოს. ირმა თქვა, რომ ციცაბო იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ ასევე ძალიან მოჩვენებითი, თითქოს რაღაც ცოცხალი იყო ცაში, რაღაც რაც არ ეკუთვნოდა ამ მსოფლიოს. ანიტამ თქვა, რომ სწორედ ამიტომ უნდა დაენახა. საღამოს 15 საათზე მიკო მივიდა გესტჰაუსში თავისი მანქანით, უზარმაზარი ჯიპი, რომელსაც ჰქონდა სპეციალური საბურავები თოვლისთვის. ანიტა უკვე მზად იყო. იგი ატარებდა რამდენიმე ფენა ტანსაცმელს, უზარმაზარ ქურთუქს, თბილფეხსაცმელს, ქუდს, ხელთათმანებს. მიკომ შეამოწმა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, მერე ორივე ჩაჯდნენ მანქანაში და წავიდნენ. ისინი იმგზავრებდნენ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. გზა იყო ვიწრო, გადაფარული თოვლით. გარშემო ყველაფერი იყო თეთრი. ხეები იყვნენ დაფარული ყინულით. ცა იყო მუქი, თითქმის შავი. არანაირი ვარსკვლავი. არანაირი მზის კვალი. მხოლოდ ბნელი და სიჩუმე. მიკო საუბრობდა ცოტათი, ყვებოდა ამ ადგილზე, როგორ ჩანდა ციცაბო, როგორ უნდა ჩაეცვათ, როგორ არ უნდა შეშინდნენ თუ ხმა შემოვიდოდა ტყიდან, რადგან ხშირად ჩუხჩუხები ან ელკები გადიოდნენ. ანიტა ყურადღებით უსმენდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. ისინი ჩავიდნენ პატარა გაშლილ ადგილზე, სადაც მიკოს ჰქონდა საკუთარი პატარა კოტა, ტრადიციული სამი ქოხი, რომელიც გამოიყენებოდა ლაპლანდიაში დასასვენებლად და გასათბობად. კოტა იყო მომრგვალო ხის კედლებით, თოვლის იატაკით და მცირე ღია კერით შუაში. მიკო ანთო ცეცხლი. ორივე შევიდნენ.
შიგნით იყო ცოტა თბილი, მაგრამ კვლავ ცივი. მიკომ უთხრა, რომ ისინი დარჩებოდნენ აქ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში და შემდეგ დაბრუნდებოდნენ. რომ ციცაბო ალბათ გამოჩნდებოდა დაახლოებით 18 საათზე, როდესაც სასრულიად იქნებოდა შავი. ისინი იჯდნენ კოტაში და ელოდნენ. მიკო კითხულობდა ანიტას, რატომ მოვიდა აქ, რა უნდოდა ენახა. ანიტა პასუხობდა მოკლედ, ბუნდოვნად. ამბობდა, რომ უბრალოდ უნდოდა რაიმე ახალი, რაიმე განსხვავებული. მიკო კითხულობდა, იყო თუ არა ის ბედნიერი თავის ცხოვრებაში. ანიტა დიდხანს არ პასუხობდა. მერე თქვა, არ ვიცი. ზოგჯერ არ ვიცი რა არის ბედნიერება. მიკო არ კითხა მეტი. ის იცოდა, რომ ზოგი ადამიანი მოდიოდა აქ არა ციცაბოს სანახავად, არამედ რაღაცისგან გასაქცევად. რაღაც, რაც მათ არ შეეძლოთ გაეგოთ, ან რასაც არ შეეძლოთ შეეგუოთ. დაახლოებით 18 საათზე საღამოსცა დაიწყო ცვლილება. თავიდან გამოჩნდა მცირე ღია ზოლი, ძალიან შორს ჰორიზონტზე. მერე ის ზოლი დაიწყო ზრდა, ხდებოდა უფრო და უფრო ღია, მწვანე, ვარდისფერი. შემდეგ მთელი ცა იყო სავსე მოძრავი შუქებით, თითქოს რაღაც უზარმაზარი ნაკსოვი ქსოვდა ზღაპრებს. მიკომ უთხრა ანიტას, რომ ეს იყო ციცაბო, რომ ეს იყო იმისთვის, რაც ისინი მოვიდნენ. ანიტა გამოვიდა კოტადან და დადგა თოვლის ზედაპირზე. იგი უყურებდა ცას და არაფერს ამბობდა. მხოლოდ უყურებდა. მიკო დგას მის გვერდით, ასევე უყურებდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში არავინ არ ლაპარაკობდა. მხოლოდ ბუნება ლაპარაკობდა, ქარი, ციცაბოს უხილავი ხმა, სიჩუმე, რომელიც იყო ისეთი ღრმა, რომ თითქოს ყველაფერი სხვა შეწყვეტილიყო. მერე ანიტამ უეცრად თქვა, მე მინდა დარჩენა აქ. მიკო არ გაიგო. კითხა, რა? ანიტამ გაიმეორა, მე მინდა დარჩენა აქ. მარტო? ცოტა ხანს. მიკო თქვა, რომ ეს იყო საშიში. რომ კინვა იყო ძალიან ძლიერი. რომ ის არ შეეძლო დაეტოვებინა ვინმე აქ მარტო. ანიტამ თქვა, რომ ის მხოლოდ ცოტა ხანს, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. რომ ის იქნებოდა კოტაში, ცეცხლის გვერდით. რომ არაფერი მოუხდებოდა. მიკო კვლავ თქვა, რომ ეს არ იყო კარგი იდეა. ანიტამ თქვა, გთხოვ. მე მჭირდება ეს. მიკოს აუხსნელად რაღაც უჩვეულო ჩანდა ამ გოგონაში. მისმა თვალებმა უთხრეს რაღაც, რაც სიტყვებს ვერ გადმოსცემდა. ის ფიქრობდა რამდენიმე წამს. მერე თქვა, კარგი. მაგრამ მხოლოდ 15 წუთი. შემდეგ მე დაუბრუნდები და წავალთ. შეთანხმდი? ანიტამ თქვა, კი. მიკო თქვა, რომ ის წავიდოდა მანქანასთან დახურულ პროდუქტებში რაღაც დავიწყებული ნივთის ასაღებად, მაგრამ დაბრუნდებოდა ზუსტად 15 წუთის შემდეგ. ანიტამ დაუქნია თავი. მიკო წავიდა. ანიტა დარჩა მარტო კოტაში, ცეცხლის გვერდით, ციცაბოს შუქებში. მიკო დაბრუნდა ზუსტად 15 წუთის შემდეგ, როგორც დახპირდა. მან დაძახა ანიტას სახელს. არავინ არ უპასუხა. მან ისევ დაძახა. კვლავ არავინ. მან შევიდა კოტაში. ის ცარიელი იყო. ცეცხლი კვლავ იწვოდა. მაგრამ ანიტა აღარ იყო იქ. მიკო გამოვიდა გარეთ. დაიძახა ანიტას სახელს მაღლა. კვლავ არავინ არ უპასუხა. მან დაათვალიერა გარშემო. თოლზე ჩანდა კვალები, ანიტას კვალები, რომლებიც გადადიოდა კოტადან ჩრდილოეთით ტკისკენ. მიკო გაჰყვა კვალებს. ისინი მიდიოდნენ დაახლოებით 40 მეტრის მანძილზე, მერე უეცრად წყდებოდნენ. უბრალოდ წყდებოდნენ. თითქოს ანიტა აფრენილიყო. ან გაუჩინარებულიყო. მიკო დგას იქ და ცდილობს გაიგოს რა ხდება. ის ეძებს კვლავ. ძახის. ხმა ეკოდ გადის ტყეში, მაგრამ არავინ არ პასუხობს. ის ბრუნდება კოტასთან. ამოწმებს ანიტას ნივთებს. მისი ზურგჩანთა არის იქ. მისი ტელეფონი არის იქ. ყველაფერი არის იქ. გარდა თავად ანიტასი. მიკო იწყებს პანიკას. ის ცდილობს ლოგიკურად იფიქროს. შეიძლება ანიტა შორს წასულა და დაიკარგა გზა. შეიძლება ის დაეცა სადმე და დაშავდა. შეიძლება მას დაჭირდა დახმარება. მიკო იწყებს ძებნას უფრო ინტენსიურად. ის დახყურებს ყველა მიმართულებით. ძახის ხშირად. მაგრამ ის ბნელი იყო. ტყე იყო უზარმაზარი და დაკარგვა მასში იყო ძალიან ადვილი. ცივი იყო ძალიან ძლიერი.
დაახლოებით 90 გრადუსი ნულის ქვემოთ. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, როდესაც მიკო ვერაფერს პოულობს, ის იღებს გადაწყვეტილებას. ის უნდა დაბრუნდეს სოფელში და გამოიძახოს დახმარება. ის აღარ შეუძლია ძებნა მარტო ამ პირობებში. ის თავად შეიძლება დაიკარგოს. ის ბრუნდება მანქანასთან და მიემართება უკანინარისკენ. ის აღწევს გესტჰაუსს დაახლოებით 9 საათზე საღამოს. ირმა იჯდება ჰოლში და კითხულობს, როგორ იყო ექსკურსია. მიკო ყვება ყველაფერს. ირმა შეშინებულია. ის დაუყოვნებლივ რეკავს პოლიციას. პოლიცია მოდის დაახლოებით 1 საათის შემდეგ. 2 ოფიცერი. ისინი კითხულობენ მიკოს დეტალურად რა მოხდა. მიკო ყვება ყველაფერს, როგორ წავიდნენ, როგორ უყურებდნენ ციცაბოს, როგორ ანიტამ სთხოვა დარჩენილიყო მარტო, როგორ ის წავიდა და როდესაც დაბრუნდა, ის აღარ იყო იქ, როგორ მან იპოვა კვალები, რომლებიც უეცრად წყდებოდნენ. პოლიციელები ყურადღებით უსმენენ. ერთი მათგანი, უფროსი ოფიცერი სახელად პაავო ტორვალდსენი, კითხულობს, თქვენ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენ იხილეთ კვალები, რომლებიც წყდებოდნენ? მიკო დაუქნის თავს. კი. მე ვიხილე. ისინი მიდიოდნენ 40 მეტრის მანძილზე, მერე უბრალოდ წყდებოდნენ. თითქოს ის გაუჩინარდა. პაავო კითხულობს, ხომ არ შეიძლება რომ თქვენ გამოტოვეთ რაიმე? ხომ არ შეიძლება რომ კვალები განაგრძობდნენ და თქვენ უბრალოდ არ დაინახეთ? მიკო თავს იქნევს. არა. მე ძალიან ფრთხილად ვიყურე. კვალები წყდებოდნენ. პაავო კითხულობს კიდევ, როდის ბოლოს დაინახეთ ანიტა? მიკო, როდესაც მე წავედი მანქანისკენ. ის იყო კოტაში. პაავო, რატომ გადაწყვიტეთ დატოვოთ ის მარტო? მიკო, რადგან მან მთხოვა. ის ამბობდა, რომ უნდოდა ცოტა ხანს მარტო ყოფნა. პაავო, და თქვენ დათანხმდით? მიკო, კი. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი იქნებოდა წესრიგში. ვფიქრობდი, რომ ის უბრალოდ იქნებოდა კოტაში და ელოდებოდა. პაავო, მაგრამ ის არ იყო კოტაში, როდესაც თქვენ დაბრუნდით. მიკო, არა. პაავო კითხულობს კიდევ რამდენიმე კითხვას, მერე ამბობს, რომ ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ძებნას. რომ მოიყვანენ უფრო მეტ ადამიანებს და ძაღლებს. რომ ძებნა გაგრძელდება მთელი ღამე. და ძებნა ნამდვილად დაიწყო. პოლიციამ მოიყვანა 8 ოფიცერი, 4 ძაღლი, რამდენიმე ადგილობრივი ადამიანი, რომლებიც იცოდნენ ტყე ძალიან კარგად. ისინი წავიდნენ იმ ადგილას, სადაც ანიტა დაიკარგა. ისინი ეძებდნენ მთელი ღამის განმავლობაში. მათ ჰქონდათ ფენერები, რადიოები, სპეციალური აღჭურვილობა. ისინი ეძებდნენ ყველა მიმართულებით. ძაღლები ეძებდნენ კვალს. მაგრამ ვერაფერი იპოვეს. არანაირი კვალი. არანაირი ნიშანი. არაფერი. დილით, დეკემბრის მე-5-ს, ძებნა გაგრძელდა. მოვიდა კიდევ მეტი ადამიანი. მოვიდა ვერტმფრენი. მათ დაათვალიერეს ფართო ტერიტორია ზემოდან. მაგრამ კვლავ ვერაფერი იპოვეს. პოლიციამ ასევე დაიწყო გამოძიება სხვა მიმართულებით. ისინი ჩაატარეს ინტერვიუ ირმასთან და იუჰასთან. ისინი ჩაატარეს ინტერვიუ სხვა ტურისტებთან, რომლებიც იყვნენ გესტჰაუსში იმ დროს. ისინი ჩაატარეს ინტერვიუ მიკოსთან კვლავ უფრო დეტალურად. მიკო ყვებოდა იმავე ამბავს. არაფერი არ იცვლებოდა მის ისტორიაში. პოლიციამ ასევე დარეკა ანიტას დედას, ლიიზა ვესალინენს. ლიიზა იყო შოკში. ის ვერ დაიჯერა. ის დაუყოვნებლივ ჩამოვიდა ინარში. ის დაადგა პოლიციელებს, კითხა რა ხდებოდა, რატომ არ იპოვეს მისი ქალიშვილი. პოლიციამ უთხრა, რომ ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ, მაგრამ სიტუაცია იყო ძალიან რთული. რომ ტყე იყო უზარმაზარი, ცივი იყო ძალიან ძლიერი და თუ ანიტა რეალურად იყო დაკარგული იქ, მაშინ სიტუაცია იყო ძალიან საშიში. ლიიზა ჰკითხა მიკოს, რა მართლად მოხდა. მიკო კვლავ ყვებოდა იმავე ამბავს. ლიიზა კითხულობდა, მაგრამ რატომ დატოვეთ ის მარტო? როგორ შეძლებდით? მიკო არ იცოდა რა ეთქვა. ის არ იცოდა როგორ ახსნა. ის უბრალოდ ამბობდა, რომ ანიტამ სთხოვა და რომ ის ფიქრობდა, რომ ყველაფერი წესრიგში იქნებოდა. ლიიზა რეაგირებდა ძალიან ძლიერად. ის ტიროდა, ყვიროდა, ბრალისდებდა მიკოს. პოლიციამ სცადეს მისი დამშვიდება, მაგრამ ის არ დამშვიდდა. ძებნა გაგრძელდა 3 დღის განმავლობაში. დეკემბრის მე-5, მე-6, მე-7.
ყოველ დღე პოლიცია ჰყავდა 30-ზე მეტი ადამიანი ძებნაში. მათ დაათვალიერეს ასობით კილომეტრი ტყე. მათ ჰქონდათ ძაღლები, ტექნიკა, ყველაფერი. მაგრამ ვერაფერი იპოვეს. დეკემბრის მერვეს პოლიციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ისინი აგრძელებდნენ ძებნას, მაგრამ რომ შანსი იპოვონ ანიტა ცოცხალი ყოველ საათს მცირდებოდა. რომ ტემპერატურა იყო ძალიან დაბალი და რომ ადამიანი ვერ გადარჩებოდა ამ პირობებში მეტი ვიდრე რამდენიმე საათის განმავლობაში. ლიიზა უარყოფდა ამ სიტყვებს. ის ამბობდა, რომ მისი ქალიშვილი ცოცხალი იყო. რომ ის შეიძლება იპოვა თავშესაფარისადმე. რომ ის შეიძლება ელოდა დახმარებას. პოლიციამ უთხრა, რომ ისინი იმედოვნებდნენ იმავეს, მაგრამ რომ უნდა ყოფილიყვნენ რეალისტები. 2 კვირის განმავლობაში ძებნა გაგრძელდა, მაგრამ ინტენსივობა მცირდებოდა. დეკემბრის ბოლოს პოლიციამ ოფიციალურად შეაჩერა აქტიური ძებნა. მათ განაცხადეს, რომ ანიტა ვესალინენი ითვლებოდა დაკარგულად და რომ საქმე რჩებოდა ღია, მაგრამ რომ ახალი მტკიცებულებების გარეშე მათ არ შეეძლოთ გაიგრძელებინათ ძებნა იმ მასშტაბით. ლიიზა დარჩა ინარში კიდევ 1 კვირის განმავლობაში. ის კვლავ დაჰყვებოდა პოლიციელებს, ჰკითხავდა კითხვებს, ცდილობდა გაეგო რა მოხდა. მაგრამ არავინ არ ჰქონდა პასუხები. საბოლოოდ ის უნდა დაბრუნებულიყო ტურკულში. ის დაბრუნდა, მაგრამ ის აღარ იყო იგივე ადამიანი. ის არ უბრუნდებოდა თავის ნორმალურ ცხოვრებას. ის არ მუშაობდა. ის უბრალოდ იჯდა სახლში და ელოდა. ელოდა რაიმე სიახლეს, რაიმე ინფორმაციას. მაგრამ არაფერი მოვიდა. 2006 წლის იანვარში პოლიციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ანიტა ვესალინენის საქმე ითვლება როგორც დაკარგვის შემთხვევა ექსტრემალურ პირობებში. რომ ყველა მტკიცებულება მიუთითებდა იმაზე, რომ ანიტა შეიძლება დაიკარგა ტყეში და ვერ გადარჩა ცივში. რომ საქმე რჩებოდა ღია, მაგრამ რომ ახალი გამოძიების გარეშე მათ არ ჰქონდათ რა გაეკეთებინათ. მიკო ნიემინენი განაგრძობდა თავის ცხოვრებას, მაგრამ ის აღარასოდეს იყო იგივე. ის შეწყვიტა მუშაობა გიდად. არ შეეძლო. ის არ შეეძლო კვლავ წაეყვანა ადამიანები ტყეში იმის შემდეგ, რაც მოხდა. ის იწყო მუშაობა სხვა სფეროში, დაიწყო ხის მოჭრა ადგილობრივი კომპანიისთვის. მისი ცოლი საირა ცდილობდა დაეხმარა, მაგრამ მიკო იყო დახურული. ის არ საუბრობდა იმაზე, რა მოხდა. ის არ აცხადებდა. ის უბრალოდ მუშაობდა და ცხოვრობდა. ინარში ხალხი ლაპარაკობდა ამ ამბავზე რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ თანდათან ყველაფერი დამშვიდდა. ამბავი გახდა ერთ-ერთი იმ რამეებიდან, რომელიც მოხდა და რომელსაც ვერავინ გაიგო. ხალხი ამბობდა სხვადასხვა თეორიებს, ზოგი ამბობდა, რომ ანიტა შეიძლება დაეცა სადმე და დაიმალა თოვლში. სხვები ამბობდნენ, რომ შეიძლება მას თავდასხმა მოხდა რაიმე ცხოველის მიერ. მესამე ადამიანები ამბობდნენ, რომ შეიძლება ის განზრახ გაიქცა და არ უნდოდა დაბრუნება. მაგრამ არავინ არ იცოდა რეალურად. და დრო გადიოდა. 2007, 2008, 2009 წლები გავიდა. ანიტა ვესალინენის ამბავი თანდათან დაივიწყა. ლიიზა გააგრძელა ცხოვრება ტურკულში, მაგრამ ის არასოდეს აღდგა იმ დარტყმიდან. ის განაგრძობდა მუშაობას ბიბლიოთეკაში, მაგრამ ის იყო როგორც ჩრდილი. ადამიანები ამბობდნენ, რომ მას დაკარგული ჰქონდა სიცოცხლის სურვილი. მიკო ნიემინენი კვლავ მუშაობდა ინარში. მისი ცხოვრება იყო ჩვეულებრივი, მუშაობა, ოჯახი, სახლი. მაგრამ ყოველ დეკემბერს, როდესაც დგებოდა ზამთარი და ციცაბო კვლავ ჩნდებოდა ცაში, ის იხსენებდა იმ ღამეს. ის იხსენებდა ანიტას სახეს, მის თვალებს, იმ უცნაურ მოთხოვნას, რაც მან თქვა. 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015 წლები გავიდა. 10 წელი გავიდა დაკარგვიდან. ანიტა ვესალინენის ამბავი იყო სრულიად დავიწყებული. მხოლოდ 2 ადამიანი იხსენებდნენ კვლავ, მისი დედა, ლიიზა და ის გიდი, მიკო. 2016 წელს, 11 წლის შემდეგ მოხდა რაღაც, რამაც ყველაფერი შეცვალა. მიკო ნიემინენი, რომელიც ახლა იყო 53 წლის, მუშაობდა ერთ სამშენებლო ობიექტზე როვანიემში, ფინეთის სხვა ქალაქში. ერთ დღეს, როდესაც ის ჭამდა ლანჩს თავის კოლეგებთან ერთად, ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ასევე მუშაობდა იქ, დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ ის თითქმის დაიკარგა ტყეში წლების წინ და როგორ იპოვა გზა უკანუცნაური გზით. მიკო ყურადღებით უსმენდა. ის ახალგაზრდა მამაკაცი ყვებოდა, რომ ის იყო მოგზაური და რომ ის სეირნობდა ლაპლანდიის ტყეში 2005 წლის დეკემბერში, სწორედ იმავე დროს, როდესაც ანიტა დაიკარგა.
რომის ასევე დაიკარგა, მაგრამ შემდგომ იპოვა ძველი, მიტოვებული კოტა, არა ის, რომელშიც მიკო და ანიტა იყვნენ, არამედ სხვა, რომელიც იყო დაახლოებით 2 კილომეტრის მანძილზე. რომის კოტაში დარჩა 2 დღის განმავლობაში, სანამ არ დაკარგა ყინვის საფრთხე, მერე იპოვა გზა უკან. მიკომ ჰკითხა, თქვენ იყავით იმ დღეში? 2005 წლის დეკემბერში. ახალგაზრდა მამაკაცი დაუქნია თავს. კი. რატომ? მიკო არ უთხრა მთელი ამბავი. მხოლოდ ჰკითხა, თქვენ დაინახეთ რამე უცნაური? ვინმე? ახალგაზრდა მამაკაცი ფიქრობდა. არა, არავინ. მაგრამ მოიცა. როდესაც მე ვიყავი იმ მიტოვებულ კოტაში, მე ვნახე რაღაც. იქ იყო კედელზე დაწერილი რაღაც. უბრალოდ სიტყვები. ფინურად. მიკო, რა სიტყვები? ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობდა გაეხსენებინა. რაღაც. დაახლოებით. არ მეძებეთ. მე ვარ სადაც უნდა ვიყო, რაღაც ამის მსგავსი. მე არ მივაქციე დიდი ყურადღება მაშინ, რადგან ფიქრობდი, რომ ეს იყო უბრალოდ რაიმე ძველი ნაწერი. მიკო გაჩერდა. მისი გული დაიწყო სწრაფად ცემა. თქვენ ახსოვთ, სად იყო ეს კოტა? ახალგაზრდა მამაკაცი, დიახ, მე ვიცი ზუსტად. მე ვახსენდი, რადგან მე უნდა ახსნა პოლიციას სად ვიყავი. მიკო ჰკითხა, შეეძლო თუ არა მას ეჩვენებინა ეს ადგილი რუკაზე. ახალგაზრდა მამაკაცი თანახმა გახდა. ისინი გამოიყვანეს რუკა მობილურზე და მან ზუსტად მიუთითა სად იყო ის კოტა. იმავე საღამოს მიკო დაბრუნდა ინარში. ის არ ელაპარაკა არავის იმაზე, რაც გაიგო. ის უბრალოდ წავიდა თავის სახლში და ფიქრობდა. ფიქრობდა დიდხანს. მერე მან გადაწყვიტა რაღაც. 2016 წლის მაისში, 11 წლის შემდეგ ანიტას დაკარგვიდან მიკო ნიემინენი წავიდა პოლიციაში. ის ესაუბრა იმავე ოფიცერს, პაავო ტორვალდსენს, რომელიც ახლა იყო უფროსი ლეიტენანტი და თითქმის პენსიაზე გასვლის ასაკში. მიკომ უთხრა, რაც გაიგო. პაავომ ყურადღებით მოусმინა. შემდეგ თქვა, და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ნაწერი შეიძლება იყოს ანიტასი? მიკო, არ ვიცი. მაგრამ შეიძლება ის იყო იმ კოტაში. შეიძლება ის წერდა იქ. შეიძლება ის რატომღაც გადაწყვიტა დარჩენა იქ. პაავო, მაგრამ რატომ? რატომ უნდა გადაეწყვიტა ის დარჩენა მიტოვებულ კოტაში 50 გრადუს ყინვაში? მიკო, არ ვიცი. შეიძლება ის უნდოდა რაღაცისგან გაქცევა. შეიძლება ის უნდოდა, რომ ყველა მეფიქრა, რომ ის გარდაიცვალა. პაავო ფიქრობდა. თუ ეს რეალურად ასეა, მაშინ სად არის ის ახლა? 11 წელია გავიდა. მიკო, არ ვიცი. მაგრამ ალბათ უნდა გავამოწმოთ იმ კოტაში. უნდა ვნახოთ, არის თუ არა იქ კვლავ ის ნაწერი. პაავომ დაფიქრდა რამდენიმე წამი. შემდეგ თქვა, კარგი. მე დავალაგებ პატარა ჯგუფს. ჩვენ წავალთ და შევამოწმებთ. 2016 წლის ივნისში პაავო, მიკო და 2 სხვა ოფიცერი წავიდნენ იმ დღეში. ისინი იპოვეს იმ ადგილს, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცმა მიუთითა. ისინი იმგზავრებდნენ დაახლოებით 3 საათის განმავლობაში, ფეხით, თოვლით დაფარულ გზაზე. ზაფხული იყო, მაგრამ ჩრდილოეთ ლაპლანდიაში ეს ნიშნავდა მხოლოდ იმას, რომ თოვლი იყო ცოტა ნაკლები და ტემპერატურა იყო დაახლოებით 10 გრადუსი. ისინი იპოვეს კოტა. ის იყო ძველი, ნახევრად ჩამონგრეული, თითქმის სრულიად დაფარული მცენარეებითა და ხავსით. როგორც ჩანდა, არავინ არ ყოფილა აქ წლების განმავლობაში. მიკომ გახსნა მცირე კარი და ისინი შევიდნენ შიგნით. კოტა იყო მუქი, სველი, ცივი. კედლები იყო ხის, ძველი, მოპალატებული. პაავომ ჩართო ფენარი და დაათვალიერა კედლები. პირველ რიგში არაფერი არ ჩანდა. მაგრამ მერე უკანა კედელზე, დაბალ მხარეს, ისინი დაინახეს რაღაც. ნაწერი. ძალიან მცირე, თითქმის წაშლილი დროის მიერ, მაგრამ კვლავ წასაკითხი. ფინურად წერდა, ოკ ეციკ მენიუა. ოლენ მეს მენანთერი ოლა. რომელიც ნიშნავდა, არ მეძებეთ. მე ვარ სადაც უნდა ვიყო. პაავომ დააფოტოა ნაწერი. მიკო დგას იქ და უყურებს. მისი გონება ცდილობს გაიგოს რა ნიშნავდა ეს. ის ნაწერი იყო თითით გაკეთებული, შესაძლოა ნახშირით ან მიცით.
ის იყო ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან ნათელი. პოლიციამ გაანალიზა ნაწერი. ექსპერტებმა შეადარეს ანიტა ვესალინენის ხელწერას, მათ ჰქონდათ მისი ძველი ჩანაწერები უნივერსიტეტიდან. ანალიზმა აჩვენა, რომ ნაწერი შესაძლოა იყო ანიტასი, მაგრამ დადასტურება 100%-ით შეუძლებელი იყო, რადგან ნაწერი იყო გაკეთებული თითით არა კალმით და წლების განმავლობაში იყო დაზიანებული. პაავომ გადაწყვიტა დაერეკა ლიიზა ვესალინენს. ის დარეკა მას 2016 წლის ივლისში. ლიიზა იყო ახლა 61 წლის. მისი ხმა იყო დაღლილი, თითქმის უსიცოცხლო. პაავომ უთხრა, რაც იპოვეს. ლიიზა დიდხანს არ ლაპარაკობდა. მერე თქვა, რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს არ მეძებეთ? პაავომ თქვა, ჩვენ არ ვიცით ზუსტად. მაგრამ შესაძლოა. შესაძლოა თქვენი ქალიშვილი გადაწყვიტა რაღაცისგან გაქცევა. შესაძლოა ის უნდოდა, რომ ყველა მეფიქრა, რომ ის აღარ იყო. ლიიზა, მაგრამ რატომ? რატომ უნდა გაექცა? რისგან? პაავო, ჩვენ არ ვიცით. ალბათ თქვენ იცით უფრო მეტი ვიდრე ჩვენ. იყო თუ არა რაიმე თქვენი ქალიშვილის ცხოვრებაში, რაც მას აწუხებდა? რაიმე რაც ის არ ამბობდა? ლიიზა დიდხანს დუმდა. მერე თქვა ძალიან ნელა, ანიტა. ანიტა იყო ძალიან დახურული. ის არ ამბობდა თავის გრძნობებზე. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ის არ იყო ბედნიერი. მე ვიცოდი, რომ რაღაც აწუხებდა მას, მაგრამ ის არასოდეს არ ამბობდა რა. როდესაც მისმა მამამ გარდაიცვალა 6 წლის წინ, მანამდე რაც ის გაქრა, ანიტა შეიცვალა. ის გახდა კიდევ უფრო დახურული. ის თითქმის აღარ ლაპარაკობდა. მაგრამ მე არ ვიცოდი, რას უნდა გავეკეთებინა. მე ვცდილობდი ვესაუბრე მასთან, მაგრამ ის არ უშვებდა. პაავო, და როდესაც ის გადაწყვიტა წასვლა ინარში, ის უთხრა რატომ? ლიიზა, მან თქვა, რომ უნდოდა რაღაც ახალი. რომ უნდოდა ენახა ჩრდილოეთის ციცაბო. მაგრამ ახლა, როდესაც ვფიქრობ, შეიძლება ის არ მიდიოდა რაიმეს სანახავად. შეიძლება ის მიდიოდა რაღაცისგან გასაქცევად. პაავომ ვკითხა, რისგან? ლიიზა, არ ვიცი. ალბათ საკუთარი თავისგან. ამ საუბრის შემდეგ პოლიციამ გააგრძელა გამოძიება, მაგრამ ახალი ინფორმაცია არ იყო. ის ნაწერი კედელზე იყო ერთადერთი ფიზიკური მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, რომ ანიტა შესაძლოა გადარჩა იმ პირველ ღამეს და იპოვა ეს კოდა. მაგრამ რა მოხდა შემდეგ, ეს იყო სრულიად გაუგებარი. 2016 წლის აგვისტოში პოლიციამ ჩაატარა პრესკონფერენცია. მათ განაცხადეს, რომ იპოვეს ახალი მტკიცებულება ანიტა ვესალინენის საქმეში, მაგრამ რომ ეს მტკიცებულება არ ცვლიდა ძირითად დასკვნას, რომ ანიტას ბედი კვლავ უცნობი იყო. მათ ასევე განაცხადეს, რომ თუ ვინმეს ჰქონდა ინფორმაცია, შეეძლოთ დაკავშირება პოლიციასთან. ამ პრესკონფერენციის შემდეგ მოვიდა რამდენიმე ზარი. უმეტესობა იყო უსარგებლო ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ დაინახეს ვიღაც ანიტას მსგავსი სხვადასხვა ადგილას ფინეთში, მაგრამ არაფერი არ დადასტურებულა. ერთმა ქალმა დარეკა და თქვა, რომ ის იცნობდა ანიტას უნივერსიტეტიდან და რომ ანიტა ზოგჯერ ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ ის უნდოდა გაუჩინარება და დაწყება ყველაფრის თავიდან. მაგრამ ეს იყო მხოლოდ საუბარი, არაფერი კონკრეტული. თვეები გავიდა. ახალი ინფორმაცია აღარ იყო. საქმე კვლავ გაიყინა. მიკო ნიემინენი კვლავ განაგრძობდა თავის ცხოვრებას, მაგრამ ამჯერად რაღაც იყო განსხვავებული. ის არ გრძნობდა იმ მძიმე ბრალდების გრძნობას, რომელიც მას ჰქონდა 11 წლის განმავლობაში. ის იცოდა ახლა, ან სულ მცირე ის ფიქრობდა, რომ ანიტა გადარჩა იმ პირველ ღამეს. რომ ის იპოვა თავშესაფარი. რომ ის წერდა იმ სიტყვებს კედელზე. რომ შესაძლოა ის განზრახ გაიქცა. 2017 წლის მარტში მიკომ გადაწყვიტა გააკეთოს რაღაც, რაც მას არასოდეს არ გაუკეთებია. ის გადაწყვიტა დაწერა წერილი. წერილი, რომელიც არ იყო მიმართული კონკრეტულ ადამიანს, არამედ იყო მიმართული ანიტას, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის. მან დაწერა მარტივად გულწრფელად. ანიტა, თუ კითხულობ ამას, მე მინდა იცოდე, რომ მე მაპატიე. მე არ უნდა დაგეტოვებინე მარტო იმ ღამეს. მე ვფიქრობდი, რომ ყველაფერი იქნებოდა წესრიგში. მაგრამ მე ვიცი ახლა, რომ შენ გადაწყვიტე წასვლა. არ ვიცი რატომ. არ ვიცი რისგან გაიქეც. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ სადაც არ უნდა იყო, შენ ბედნიერი ხარ. ვიმედოვნებ, რომ შენ იპოვე ის, რაც ეძებდი.
და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს შესაძლოა შენი დედა გაიგებს რა მოხდა. რადგან ის კვლავ ელის. ის ყოველ დღე ელის. მიკომ გაგზავნა ეს წერილი ადგილობრივ გაზეთში და ისინი გამოაქვეყნეს იგი. წერილი იყო მოკლე, მარტივი, მაგრამ ძალიან გულითადი. ლიზა ვესალინენმა წაიკითხა ეს წერილი. მან დარეკა მიკოს პირველად 11 წლის განმავლობაში. ისინი ესაუბრნენ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ლიზამ თქვა, რომ ის აღარ ადანაშაულებდა მიკოს. რომ ის გაიგო ახლა, რომ ანიტამ თავად გადაწყვიტა. რომ შესაძლოა თავიდანვე ეს იყო მისი გეგმა. მიკომ თქვა, რომ ის არასოდეს შეწყვეტდა ფიქრს ამაზე, მაგრამ რომ ის იმედოვნებდა, რომ ანიტა იყო ბედნიერი, სადაც არ უნდა ყოფილიყო. 2018, 2019, 2020 წლები გავიდა. ცხოვრება გაგრძელდა. ლიზა ვესალინენი პენსიაზე გავიდა და გადავიდა პატარა სახლში ზღვისპირას, სადაც ის ატარებდა დროს წიგნების კითხვაში და გრძელ სეირნობებში. ის აღარ ელოდა ზარს პოლიციისგან. ის აღარ ელოდა ახალ ამბებს. ის უბრალოდ ცხოვრობდა დღითი დღე, რაც ჰქონდა. მიკო ნიემინენი განაგრძობდა მუშაობას. მისი ბავშვები გაიზარდნენ და დატოვეს სახლი. მისი ცოლი საირა კვლავ მუშაობდა სკოლაში. ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ოჯახი, რომელიც ცხოვრობდა წყნარადინარში. 2021 წლის ივნისში, 16 წლის შემდეგ ანიტას დაკარგვიდან, ერთმა ფოტოგრაფმა, რომელიც მგზავრობდა ჩრდილოეთ ფინეთში, გადაიღო ფოტო პატარა სოფელში, სახელად უციოკი, რომელიც მდებარეობდა ძალიან შორს ინარიდან, ნორვეგიის საზღვართან ახლოს. ფოტოზე ჩანდა ქუჩა, რამდენიმე სახლი, რამდენიმე ადამიანი. ფოტოგრაფმა გამოაქვეყნა ფოტო თავის ინსტაგრამ გვერდზე, როგორც ნაწილი მისი მოგზაურობის დოკუმენტაციისა. ერთმა ადამიანმა, რომელიც თვალს ადევნებდა ფოტოგრაფის გვერდს, შენიშნა რაღაც უცნაური. ფოტოზე უკანა პლანზე ჩანდა ქალი, რომელიც სეირნობდა ქუჩაზე. ქალი ატარებდა უზარმაზარ ქურთუქს, მაგრამ მისი სახე ნაწილობრივ ჩანდა. ის ადამიანი, რომელმაც შენიშნა ეს, დაწერა კომენტარი, ეს ქალი ჰგავს ანიტა ვესალინენს, რომელიც დაიკარგა 2005 წელს. კომენტარი სწრაფად გავრცელდა. ხალხმა დაიწყო ფოტოს გაზიარება. ზოგი ამბობდა, რომ ეს იყო ანიტა. სხვები ამბობდნენ, რომ ეს იყო უბრალოდ ვინმე მსგავსი. პოლიცია მიხილა ეს ფოტო და დაიწყო გამოძიება. მათ დარეკეს ფოტოგრაფს. მან უთხრა, რომ ფოტო გადაღებული იქნა 2021 წლის ივნისის რაც დაახლოებით 1:00 საათზე დილით. პოლიციამ გაგზავნა 2 ოფიცერი უციოკში. ისინი ჩაატარეს გამოძიება. მათ ეკითხნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ზოგიერთმა თქვა, რომ კი იყო ქალი, რომელიც ცხოვრობდა სოფლის გარეთ, პატარა სახლში. რომ ის იყო ძალიან დახურული, თითქმის არასოდეს არ საუბრობდა ვერავისთან. რომ ის მუშაობდა ბიბლიოთეკაში, სადაც აწყობდა წიგნებს და ასუფთავებდა. რომ მას ერქვა ტულა, მაგრამ არავინ არ იცოდა მისი გვარი. პოლიციამ წავიდა იმ სახლში. ის იყო მცირე, იზოლირებული, ტყის პირას. ისინი ააკაკუნეს კარზე. არავინ არ გახსნა. ისინი დაელოდნენ. ააკაკუნეს კვლავ არავინ. მეზობელმა ხანდაზმულმა ქალმა უთხრა, რომ ტულა ალბათ იყო სამუშაოზე, ბიბლიოთეკაში. პოლიციელები წავიდნენ ბიბლიოთეკაში. ის იყო პატარა, მხოლოდ ერთი ოთახი. შიგნით იყო 2 ადამიანი, ერთი ძველი მამაკაცი, რომელიც კითხულობდა გაზეთს, და ერთი ქალი, რომელიც აწყობდა წიგნებს თაროზე. პოლიციელები შევიდნენ. ქალმა მოიხედა. მან დაინახა ისინი. რამდენიმე წამის განმავლობაში არავინ არ ლაპარაკობდა. ქალი იყო დაახლოებით 29 წლის, თხელი, თითქმის მომხდარი, თმადაწნული სათვალეები. მისი სახე იყო ჩვეულებრივი, არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ მისი თვალები იყო ნაცარი, გამჭვირვალე, ისეთები, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო ანიტა ვესალინენის თვალები. ერთმა ოფიცერმა თქვა, ტულა? ქალმა დაუქნია თავი ნელა. ოფიცერმა თქვა, ჩვენ გვინდა ვესაუბროთ თქვენთან. ქალმა არაფერი არ თქვა. მხოლოდ უყურებდა. ოფიცერმა თქვა, თქვენ ხართ ანიტა ვესალინენი? დიდი, მძიმე დუმილი. ქალი უყურებდა პოლიციელებს. მერე ის ნელა გადადო თავი ქვემოთ და თქვა ძალიან ნელა, ძალიან წყნარად, აღარა. პოლიციელები შეჩერდნენ. ერთმა ჰკითხა, რას ნიშნავს აღარა? ქალმა ასწია თავი. მისი თვალები იყო სავსე რაღაცით, არა ცრემლით, არა შიშით, არამედ რაღაც სხვა.
რაღაც რაც ჰგავდა გათავებას, მშვიდობას, შეგუებას. ის თქვა, ანიტა ვესალინენი გაიყინა იმ ღამეს ტყეში. მე ვარ ტულა. მე ვცხოვრობ აქ. მე მაქვს ახალი ცხოვრება. გთხოვთ, დამიტოვეთ. პოლიციელები არ იცოდნენ რა ეთქვათ. ერთმა ცდილო რაღაც ეთქვა, მაგრამ თქვენი დედა. თქვენი ოჯახი. ისინი ელიან. ისინი უნდა იცოდნენ, რომ თქვენ ცოცხალი ხართ. ქალმა თავი დაუქნია. არა. ისინი არ უნდა იცოდნენ. მე არ ვარსებობ მათთვის. მე არ ვარსებობ არავისთვის, ვინც იცნობდა ანიტას. გთხოვთ, წადით და დაივიწყეთ, რომ დაინახეთ მე. პოლიციელები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, მაგრამ ის არ იცვლებოდა. ის უბრალოდ ამბობდა იმავე რამეს, რომ ანიტა აღარ იყო, რომ ის იყო ტულა, რომ მას ჰქონდა ახალი ცხოვრება და რომ ის არ უნდა დაბრუნებულიყო ძველში. საბოლოოდ პოლიციელებმა თქვეს, რომ ისინი უნდა დაბრუნებულიყვნენ და ემხა ანგარიშს თავიანთ უფროსებს. ქალმა თქვა კარგი. ისინი წავიდნენ. პოლიციამ დაუბრუნდა ბაზას და მოახსენა რა მოხდა. დაიწყო დიდი დისკუსია. შეეძლოთ თუ არა აიძულონ ის ადამიანი დაბრუნებულიყო? შეეძლოთ თუ არა აიძულონ ისე თქვა სიმართლე? ზრდასრული ადამიანი იყო. თუ ის არ უნდოდა დაბრუნება, თუ ის არ უნდოდა კონტაქტი თავის ოჯახთან, რა უფლება ჰქონდათ პოლიციას აიძულონ ის? საბოლოოდ გადაწყდა, რომ პოლიცია დაუკავშირდებოდა ლიიზა ვესალინენს და უთხრიდა რა იპოვეს. რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მისი, უნდოდა თუ არა ის ნახვა თავისი ქალიშვილი, თუნდაც ის ქალიშვილი არ უნდოდა მისი ნახვა. პოლიციამ დარეკა ლიიზას. ლიიზა იყო ახლა 66 წლის. მან მოისმინა ყველაფერი, რაც პოლიციამ უთხრა. მერე დიდხანს არ ლაპარაკობდა. პოლიციელი ელოდა. საბოლოოდ ლიიზამ თქვა, ის არ მინდა. პოლიციელმა თქვა, არა. ის ამბობს, რომ ის არის სხვა ადამიანი ახლა. რომ ანიტა აღარ არსებობს. ლიიზა კვლავ დუმდა. მერე თქვა ძალიან ნელა, მაშინ დატოვეთ. თუ ის არ მინდა, დატოვეთ ის. პოლიციელმა ჰკითხა, თქვენ დარწმუნებული ხართ? ლიიზამ თქვა, კი. თუ ჩემმა ქალიშვილმა აირჩია გაქცევა, აირჩია ახალი ცხოვრება, მაშინ ალბათ ჰქონდა ამისი მიზეზი. ალბათ მე ვიყავი ნაწილი იმისა, რისგანაც ის გაიქცა. ალბათ მე ვერ ვიყავი ის დედა, რაც ის საჭიროებდა. და თუ ის ბედნიერია ახლა, თუ ის იპოვა რაღაც, რაც ის ეძებდა, მაშინ მე არ მაქვს უფლება დაუბრუნო. პოლიციელმა თქვა, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ თქვენ აცნობიერებთ, რას ნიშნავს ეს. ლიიზამ თქვა, მე ვაცნობიერებ. ეს ნიშნავს, რომ ჩემი ქალიშვილი ცოცხალია, მაგრამ რომ ის აღარ მინდა. ეს ნიშნავს, რომ მე ვკარგავ მას ორჯერ, ერთხელ როდესაც ის დაიკარგა, მეორედ როდესაც ის არჩევს არ დაბრუნებას. მაგრამ სულ მცირე ახლა მე ვიცი, რომ ის ცოცხალია. და ეს საკმარისია. პოლიციამ პატივი სცა ლიიზას გადაწყვეტილებას. მათ არ აიძულეს ქალი, რომელიც თავს ტულას უწოდებდა. მათ არ გაავრცელეს ინფორმაცია, სადაც ის ცხოვრობდა. ოფიციალურად ანიტა ვესალინენის საქმე კვლავ რჩებოდა დაუხურავად, მაგრამ პოლიცია იცოდა სიმართლე და პატივს სცემდა ორივე ქალის არჩევანს. 2022, 2023, 2024, 2025 წლები გავიდა. ცხოვრება გაგრძელდა. ლიიზა ვესალინენი კვლავ ცხოვრობდა თავის პატარა სახლში ზღვის პირას. ის აღარ ეძებდა პასუხებს. ის იცოდა ახლა, რომ მისი ქალიშვილი ცოცხალი იყო და ეს ცოდნა აძლევდა მას გარკვეულ მშვიდობას. მიკო ნიემინენი განაგრძობდა ცხოვრებას ინარში. ის არასოდეს არ გაიგო სრული სიმართლე, პოლიცია არ უთხრა მას რა ზუსტად იპოვეს, მაგრამ ის გრძნობდა რაღაცას. ის გრძნობდა, რომ ის ამბავი ჰქონდა დასრულება, თუნდაც ის დასრულება არ ყოფილიყო ის, რასაც ის ელოდებოდა. და სადღაც, პატარა სოფელში ჩრდილოეთ ფინეთში, ქალი სახელად ტულა განაგრძობდა თავის წყნარ ცხოვრებას. ის მუშაობდა ბიბლიოთეკაში. ის ცხოვრობდა მარტო. ის არ ლაპარაკობდა წარსულზე. ის არ ლაპარაკობდა იმაზე, ვინ იყო ოდესღაც. ის იყო უბრალოდ ტულა, ქალი, რომელსაც ჰქონდა წიგნები, სიჩუმე და ზამთრის გრძელი ღამეები, სადაც ჩრდილოეთის ციცაბო კვლავ ენთებოდა ცაში, იგივე შუქებით, რომლებიც მან ნახა იმ ღამეს, 20 წლის წინ, როდესაც ანიტა ვესალინენმა გადაწყვიტა, რომ ის აღარ იყო ანიტა ვესალინენი. ეს არის ის, რაც რჩება. არა სიკვდილი. არა ტრაგედია მის ტრადიციულ მნიშვნელობაში. არამედ არჩევანი.
არჩევანი გაქცევის დაწყების თავიდან ყოფნის ვინმე სხვად. არჩევანი, რომელმაც დატოვა ოჯახი უპასუხოდ კითხვებით 15 წლის განმავლობაში. არჩევანი, რომელმაც დატოვა დედა, რომელიც სტიროდა ყოველ ღამე. არჩევანი, რომელმაც დატოვა გიდი, რომელიც ადანაშაულებდა თავის თავს. და ალბათ ეს არის ყველაზე რთული ნაწილი, არა უპასუხოდ კითხვა რა მოხდა, არამედ უპასუხოდ კითხვა რატომ ვიღაც არჩევს გაქცევას ისე რომ დატოვოს ყველა ვინც უყვარდა? რა უნდა იყოს ცხოვრებაში, რომ ეს იყოს ერთადერთი გამოსავალი? და პასუხი არასოდეს არ მოვა. რადგან ზოგი ადამიანი უბრალოდ არჩევს სიჩუმეს. არჩევს დაკარგვას. არჩევს ყოფნას არსად და ყველასთვის, რომ იყოს სადმე საკუთარი თავისთვის. და ეს არის ის, რაც ალბათ ყველაზე მეტად ტკივა, არა დაკარგვა, არამედ გაგება იმისა, რომ ვიღაც, ვინ შენ უყვარდა, არჩევს არ ყოფნას შენთან. არჩევს არ დაბრუნებას. არჩევს დატოვებას, ყოველი მოგონების, ყოველი კავშირის, ყოველი იდენტობის დატოვებას, რომელიც მასთან იყო დაკავშირებული. და შენ უნდა ცხოვრო ამით. ყოველ დღე, ყოველ წელს იმ ცოდნით, რომ სადღაც ის არსებობს, მაგრამ არა შენთვის. არასოდეს შენთვის. ეს არის ის, რაც რჩება 20 წლის შემდეგ. არა დახურულობა. არა პასუხები. მხოლოდ ვარიანტი შეეგუო არ ცოდნას, ან შეეგუო ცოდნას, რომელიც შეიძლება იყოს კიდევ უფრო მტკივნეული.